არის ასეთი უცნაურობები ორბიტალურ მანევრებში, განსაკუთრებით გრავიტაციულ მანევრებში მთვარეზე ფრენებისას, როცა გაუმართლებლად რთულ ტრაექტორიებს იყენებენ. მაგალითს ჩემს სიმულატორზე გაჩვენებთ. ხაზები მთვარისა და კოსმოსური აპარატის წინ, ეს არის მიმართულების ვექტორები და სიჩქარის ზომები. ანუ, რაც უფრო დიდია ვექტორი, მით უფრო მაღალია სიჩქარე. როდესაც მთვარეს მიუახლოვდება, ვექტორი მთვარისკენ გადაიხრება და ერთ მომენტში დაიწყებს აჩქარებას. ახლა ხომ კოსმოსურმა აპარატმა განიცა და გრავიტაციული აჩქარება, მთვარის მიღმა გავლისას. სად არის აქ პრობლემა? ძალიან ზუსტად უნდა მიმართო აპარატი, რომ საჭირო დროს ზუსტად საჭირო ადგილას მოხვდეს, რადგან რამდენიმე წამიანი დაგვიანებაც კი უკვე გავლენას მოახდენს ფრენის ტრაექტორიაზე. მან ორი გრავიტაციული მანევრი შეასრულა. ერთი სწორი და ნორმალური იყო, ესაა რამდენიმე ბრუნი დედამიწის გარშემო, რომ შეიქმნას დიდი სიჩქარე და ეფექტურად ის დაზოგვით მოშორდეს დედამიწას. შემდეგ ის მთვარეს უახლოვდება და ძალიან ახლოს უვლის მას. ეს დამატებით აჩქარებას აძლევს. ეს კლასიკური გრავიტაციული მანევრია და ის გადადის ასეთ დიდ ელიფსზე. შემდეგ ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ ამ ელიფსიდან პირდაპირ მთვარის ორბიტაზე გადადის და მასთან მიფრინავს. ძალიან მაგარი მანევრია, შესანიშნავი მანევრია. აქვს ამას აზრი? არა აქვს. როცა მთვარეს მიუახლოვდება, ისევ ჩვეულებრივ ორბიტაზე გადადის. ზუსტად იგივე შეიძლებოდა მიღებულიყო მაშინვე, როცა პირველად მიუახლოვდა მთვარეს. აი, ზუსტად იგივე. უბრალოდ იქ კორექცია იყო საჭირო და არა ასეთი ძლიერი მიახლოება. ზუსტად ასე, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა პირდაპირ. საერთოდ, თითქმის ყველა აპარატი ასე მიფრინავს იქ. მაგრამ იაპონელები და კიდევ ზოგიერთი სხვა ისინი ერჩევენ ასეთ უცნაურ მანერას, აკეთებენ ზედმეტად რთულ, ძალიან შლომატევად და ძალიან რისკიან მანევრს. აი ასე. ამ მანევრის აზრი საკმაოდ საეჭვოა. სათვავის ეკონომია იქ ნულია, თუ არ ვთქვათ პირიქით, უფრო მეტ სათვავს ხარჯავთ და რისკებიც მეტია. იმიტომ, რომ ამ ტრაექტორიაზე აპარატს 100%-ით კიდევ მოუწევდა კორექციის გაკეთება, რომ ზუსტად მთვარეზე გასულიყო, რადგან ასე პირდაპირ მთვარეში მოხვედრა, ეს ძალიან რთულია. ცოტა შეცდიეთ, თუნდაც მეათეთ არა, ასეთ წილად გრადუსში ან აჩქარებაში და ყველაფერი აღარ მიფრინავ იქ, სადაც გინდა. რისთვის არის საჭირო შორეული გრავიტაციული მანევრი მთვარესთან, თუ კოსმოსური აპარატი მაინც გადის მთვარის ორბიტაზე ნორმალური, პროგნოზირებადი ორბიტული სიჩქარით. ასეთ მანევრებში კოსმოსური აპარატის დაკარგვის ალბათობა უზარმაზარია, ხოლო სარგებელი 0.